სიტყვამ კახეთში ვენახები დააზიანა. მიუხედავად ამისა, დასეტყვილი ყურძნის გამოყენებას ფერმერები მაინც შეძლებენ, რადგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს. მევენახეები 1 კილოგრამ ყურძენში 1 ლარს მიიღებენ. პარალელურად გრძელდება ყურძნის მიღება ღვინის საწარმოებში, სადაც უკვე 25,000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. კახეთის რეგიონში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მოსულმა უხმანალექმა ყურძენი დააზიანა. დაისატყვა დაახლოებით 150 ჰექტრამდე ვენახის ფართობი. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი გადარჩა, თუმცა ის, რაც დაზიანდა, ამ დასეტყვილი ყურძნის კრეფა მევენახეებმა დღეს დილიდან დაიწყეს, ვინაიდან გაფუჭებულ მოსავალს სახელმწიფო საწარმო მაინც ჩაიბარებს. ეს სიტყვა რომ მოვიდა გვაცნობის გამგეობიდან, რომ ხვალე დაკრიფეთ და აკური ზონის ქარხანა იხსნება და ჩააბარეთ დასეტყვილი ეს ყურძენი, რომ არ გაფუჭდეს. ეხლა ეს რომ დარჩეს და მზეზე უფრო უარესი დაემართება. და დავკრიფეთ, გავაკეთეთ მობილიზება. ოპერატიულად გაიხსნა ქარხნები დღეს 12 საათიდან. ჩვენც ახლა უკრეფავთ ამ ყურძენს, რომ ჩავაბაროთ რა ისევ გაფუჭებას და გადაყრას. აკურის ქარხანა გაიხსნა უგვითხრეს. დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია იბარებს. საწარმო მევენახეებს 1 კილოგრამ დასეტყვილ საღვინე ყურძენში 1 ლარს გადაუხდის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მრთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ჩაბარება. გახსნილია აკურაში საწარმო, სადაც ხდება სასწრაფოდ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება, რათა არ განვითარდეს სიდამპლე. ხვალად კიდევ ერთი ხვალიდან კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნება თელავში, სადაც უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებლობა მოსახლეობას ჩააბაროს დასეტყვი ყურძენი. თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხმანალექმა და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა სოფელ რუისპირის და ვარდის სუბაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები. მთელი შტაბთან აქტიური კოორდინაციით და მათი უშუალო ჩართულობით დროულად მოხდა დაზიანებული ფართობების შესწავლა და განისაზღვრა, რომ მოსავლის მართვის კომპანია ჩაიბარებს დაზიანებულ და დასეტყვილ ყურძენს კილოგრამს 1 ლარად. კახეთში რთველი ახლა აქტიურ ფაზაშია. 13 სექტემბრის მონაცემებით რეგიონში ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27,000 ტონა ყურძენი. წელს კახეთში 200-დან 250,000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.